დანაშაულის ბრალდება. დაკავებულია 121 პირი. ამანათების საზღვარგარეთიდან. სამართალდამცველებამ მათ სახელზე შენიღულად გამოგზავნილი ამანათების ჩანაცვლება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების მტკიცება დამოიღეს. ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები. როგორ ასაღებდნენ და სად ჰქონდათ სამალავები. ომზე ფულის კეთების გაცხადებული სურვილი, ოპოზიციის მორალი. ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში 10 წლების განმავლობაში. აი საქართველოს არ მიასუნიებენ იმ ტრილიონებთან. ქვეყნის ნანგრევებზე ნაშოვნი ტრილიონები. როგორ უყურებს ნიკა გვარამია უკრაინის ტრაგედიას. ეს ხილება საკუთარი თავის, თვითონ გვითრევდნენ ომში, რომ ომის ბოლოს მილიონებზე, მილიარდებზე თუ ტრილიონებზე წვემა ქონოდათ. სხვისი კატასტროფა საკუთარი ეკონომიკური დივიდენდებისთვის. ღვთისმშობლის კვართის გამოსვენება წელიწადში მხოლოდ ერთი დღე. ლაქერნობა ზუგდიდში. დღევანდელი დღე მოგვიწოდებს ჩვენ რომ მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, რომ შეგვეწიოს წოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში. სახალხო ზეიმი და უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული. როგორ მოხდა კვართი საქართველოში. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერ 9 საათზე. დღეს 15 ივლისია. გიყვები დღის მთავარ თემებსა და მოვლენებს საღამოშვიდობისა. მსოფლიო ჩემპიონატი მეორე ნახევარფინალი არგენტინა თუ ინგლისი. დღეს გაირკვევა ვინ შეხვდება ესპანეთს ფინალში და ვინ გამართავს ბოლოს წინაბრძოლას მსოფლიო ჩემპიონობისთვის. ისტორიული მეტოქეობა გრძელდება. ორი გრანდი მსოფლიო ჩემპიონატებზე ერთმანეთს უკვე მე-6-ით უპირისპირდება, თუმცა დღემდე ისინი არც ერთხელ არ შეხვედრიან ფინალში. იმ 5 შეხვედრაში კი ინგლისს 3 მოგება აქვს, არგენტინას 2. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულებით კი არგენტინა ლიდერობს, მათ 3-ჯერ მოიგეს მუნდიალი, ხოლო ინგლისმა მხოლოდ ერთხელ ასწია მსოფლიო თასი. მას ასე თბილისის დროით 11 საათი, ჯორჯიის შტატი, ქალაქი ატლანტა. ლეგენდარული Mercedes-Benz სტადიონი, ქვენგელით ვარსკვლავების ომი, ერთ მხარეს იქნებიან მესი, ხულიან ალვარესი და ორი მარტინესი. მეორე მხარეს ჯუდ ბელინგემი, ბუკაიო საკა და ჰარი კეინი. ლეონელ მესი მუნდიალის ნახევარფინალში 8 გოლი და 2 ასისტით მივიდა. ის კარიერაში დღეს პირველად ითამაშებს ინგლისის ნაკრების პირისპირ. ბრიტანული პრესა უკვე წერს, რომ მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი აპირებს კოლექტიური ბლოკით შეაჩეროს არგენტინელი ვარსკვლავი, თუმცა რა მოხდება ატლანტას სტადიონზე 70,000 გულშემატკივრისა და 9 მილიარდი ტელემაყურებლის თვალწინა არავინ იცის. ბუკმეკერების და საფეხბურთო ანალიტიკოსების აზრითაც ორივე ქვეყნის ნაკრებს თითქმის თანაბარი შანსი აქვს. არგენტინა ნახევარფინალში მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ითამაშებს, ინგლისი კი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატს მეოთხე ფინალში გამოეთიშა. ორივე გუნდმა უკვე ივარჯიშა, რუსთავი 2 ატლანტა სტადიონს უკვე 2 საათში ჩართავს პირდაპირ ეთერში. დიდი ფეხბურთის დაწყებამდე დღის სხვა მთავარ ამბებს მოგიყვებით. საქართველოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია კიდევ 121 პირი. მათ შორის არიან ქალები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საქმეში დევს საკონტროლო შესყიდვის არაერთი ფაქტი და ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები. როგორ ასაღებდნენ ნარკოტიკებს, სად ჰქონდათ სამალავები და როგორ ელოდებოდნენ საზღვარგარეთიდან ამანათებს, სადაც სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერება იყო ჩადებული. სპეცოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ჩრეკის შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით კოკაინი, მეტადონი, ალფა-პევები, ბუპრენორფინი და კანაფი. 121 დაკავებულიდან 59 ნარკო რეალიზატორია. ერთ-ერთი მათგანი დარწმუნებული იყო, რომ აივნიდან ნარკოტიკს კლიენტს უგდებდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ სახლთან სამართალდამცველები იდგნენ საკონტროლო შესყიდვისთვის. გამსახველების გარდა დანარჩენი 62 პირი ნარკოტიკების უკანონო შეძენა შენახვის, გადაზიდვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის ან მარიხუანას კულტივირების ბრალდებით არის აყვანილი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 5 სხვადასხვა მუხლით მიმდინარეობს, თუმცა ყველა დაკავებულს 20 წლამდე ან უადო თავისუფლების აღკვეთა ელისი. 27 წლის რეალიზატორი დარწმუნებული იყო, რომ აივნიდან ნარკოტიკი კლიენტს მიაწოდა, თუმცა ეგრეთ წოდებული ფაქტი სამართალდამცველების ხელში აღმოჩნდა. პოლიცია მისგან საკონტროლო შესყიდვით ალფა-პვპ შეიძინა. რამდენიმე წუთში კი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. კურიერის ინფორმაციით ის ნარკოტიკულ საშუალებებს სახლიდან გაუსვლელად ასაღებდა. ნარკოდანაშაულისთვის პოლიციამ ბოლო რამდენიმე საათში კიდევ 120 პირი აიყვანა. მათ დასაკავებლად ერთდროული სპეცოპერაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა. ირკვევა, რომ 121-დან 59 რეალიზატორია. ისინი ნარკოტიკებს საცხოვრებელ სახლებში, სადარბაზოებში, ავტომობილებში, მოსასვენებელ სივრცეებში ასაღებდნენ. არ ერიდებოდნენ კლიენტებთან შეხვედრას ქუჩაში, დღის საათებში. ნარკოდამნაშავეებს შორის არიან ქალები და უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
ალფა PVP, კოკაინი, კეტამინი, ბუპრენორფინი, მარიხუანა, მცენარე კანაფი სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ამოიღეს. მათ შორისაა ის ნარკოტიკებიც, რომლებიც გამსაღებლებს სხვადასხვა ადგილას ჰქონდათ დატოვებული. სამალავებთან დაკავებულებმა პოლიცია თავად მიიყვანეს. საგამოძიებო ექსპერიმენტის და დანაშაულის ფაქტის ამსახველი კადრები დღეს გასაჯაროვდა. ეგრეთ წოდებული ხელიდან ხელში გადაცემა და სამალავებში დადება. ნარკოდამნაშავეები ნარკოტიკის გავრცელებისთვის ძირითადად ამ ორ მეთოდს იყენებდნენ, თუმცა პოლიციამ გაარკვია, რომ ზოგიერთი მათგანი ნარკოტიკს საზღვარგარეთიდან იწერდა იმისთვის, რომ შემდეგ დაეფასოებინა და საქართველოში გაეყიდა. სამართალდამცველებმა გამოგზავნილი ამანათები ჩაანაცვლეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნივთმტკიცებებიც ამოიღეს. სამართალდამცავება ბრალდებულების პირადი საცხოვრებლების სახლებისა და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპიული ნივთიერები. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. დაკავებულებს 20 წლამდე უვადო პატიმრობა ემუქრებათ. არც იმას ვადასტურებ და ადასტურებს ბრალდებული, რომ ვინმეს ნარკოტიკული ნივთიერება გადასცა. 121 პირს დღის ბოლოს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. ბრალდებულების ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახორციელებდა. გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები, მეთადონი, ალფა PVP, კოკაინი, MDMA, კეტამინი, ბუპრენორფინი, მარიხუანა, მცენარე კანაფი და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისათვის საჭირო ნივთები ამოიღეს. პროკურატურის შემდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ. ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებები ყოველდღიურად ტარდება. ცნობილია დანაშაულის გამოვლენის და ნარკოდამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის სტატისტიკაც. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. ამას ადასტურებს მიმდინარე წლის 6 თვის სტატისტიკური მონაცემები. საანგარიშო პერიოდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 5000-მდე პირი. ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 85%-ით გაზრდილია. ქართული პოლიტიკა და ომზე ფულის კეთების გაცხადებული სურვილი, სად გადის ზღვარი პრაგმატიზმსა და სხვისი ტრაგედიით სარგებლის მიღების რახვებში. აღმოჩნდა, რომ ნიკა გვარამია უკრაინის ომის ტრაგედიას ფულის საჭრელ მანქანად განიხილავს. გვარამიას სიტყვებით იგივე ეკონომიკური ინტერესი აქვს ევროკავშირს, რომელიც უკრაინის იარაღისთვის დახარჯულ ფულს ტრილიონებად ამოიღებს ომისგან განადგურებული ქვეყნის აღდგენაში. საქართველოს არ მიასუნინებენ, ეს არის ოპოზიციის ლიდერის განცხადება და მორალი, როგორ გამოვიყენოთ სხვისი კატასტროფა საკუთარი ეკონომიკური დივიდენდებისთვის. გვარამიას რომ დაუჯეროთ დასავლური ქვეყნები უკრაინის აღდგენას განიხილავენ არა ჰუმანიტარულ პროექტად, არამედ უდიდეს ეკონომიკურ შესაძლებლობად თავიანთი კომპანიებისთვის. ომის კომერციალიზაცია საუბრობს 5 წლიან ომში მყოფ ქვეყანაზე, რომლის სრულფასოვან აღდგენას საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებით ათეულობით წელი დასჭირდება. ყველაზე კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის საჭიროა 10 წელი. თუ ომი მყიფე-ზავით გაიყინება ინვესტორების შიშისა და მუდმივი რისკების გამო, უკრაინის სრული აღდგენისთვის დათვლილია 40 წელი. ნაცვლად იმისა თქვას, რომ მთელი ევროპა უანგაროდ ჩაერთვება უკრაინის აღდგენის პროცესში, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ საქართველოს ხელიდან გაუშვა ფულის კეთების კარგი შანსი. მხოლოდ სხვა სახელმწიფოს გეოპოლიტიკურ და ჰუმანიტარულ კატასტროფაზე სურდათ კაპიტალის დაგროვება, თუ საკუთარ ქვეყანასაც ისე უყურებენ, როგორც ფულის შოვნის შესაძლებლობას ნებისმიერ ფასად. ეს კიდევ ერთი არგუმენტი გახდა ხელისუფლებისთვის, რომელიც წლებია საუბრობს ომის პარტიაზე, რომელსაც საქართველოს ჩართვაც უნდა და სხვისი ხელით ომის წარმოების და შემდეგ ამ ომზე ეკონომიკური სარგებლის მიღების პროცესში. ჩვენ არც ესეთი ტრილიონები გვსურს და არანაირი ფული არ გვსურს, თუ ქვეყანა იქნება განადგურებული. სამაგიეროდ გვარამიას სურს, რომ ომის გამო უკრაინისთვის განკუთვნილი ტრილიონებით ისარგებლოს. ამტკიცებს, რომ რუსეთი მარცხდება, უკრაინისთვის კი გამოყოფენ ფინანსებს, რომელსაც გამოიყენებენ სხვები, თუმცა არა საქართველო. ახალის ლიდერის ამ განცხადებას მშვიდობის შენარჩუნებისთვის წუხილს უწოდებენ მართლ პარტიაში. ქართულ ოცნებაში არ უკვირთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ყოფილ მაღალჩინოსანს ფინანსებზე 2008 წლის გამოცდილებაც ალაპარაკებს.
გულიწყდებათ, რომ საქართველოს არ არის ომის მონაწილე და არ არის იგივე მდგომარეობაში, რამ მდგომარეობაში არის უკრაინა. მეორე მხრივ ამ აგენტებს სურთ ხელისუფლებაში მოსვლა, იქიდან გამომდინარე პირველ რიგში რა თქმა უნდა საქართველოს ომში ჩართონ და მეორე რიგში, როდესაც უკვე ნანგრევების აშენებაზე იქნება იქ საუბარი და რაღაცა ტრანშები წამოვა, ის ტრანშები თავის ჯიბეში ჩაილაგო. სხვადასხვა ძალიან მსხვილი ტრანშები წამოვიდა 2008 წლის ომის შემდეგ და ძალიან ბევრი ეჭვი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ რიგი ჩინოვნიკები ნაციონალური მოძრაობიდან გამდიდრდნენ ამ ტრანშებით, იქ საუბარი არის იმ შეიარაღების გაყიდვაზეც, გამოცდილება მათ აქვს და კიდევ ერთხელ უნდათ რომ დიდი სიამოვნებით ეს ყველაფერი გაიმეორო. სწორედ ქართული ოცნების პოლიტიკას დაუკავშირა სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილმა პროკურორმა ის გეოპოლიტიკური თეორია, რომელიც ერთ-ერთი მედიით თავადვე განავითარა. უკრაინა მალე როლს მოიგებს. ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში 10 წლების განმავლობაში. აი საქართველოს არ მიასუნიებენ იმ ტრილიონებთან. ჩვენს ქალებს და ბავშვებს სიკვდილისთვის წირავდნენ, იმისთვის რომ შემდეგ ფულზე ქონოდათ წდომა და მიესუნინებოდნენ როგორც თვითონ თქვა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ფინანსური კომპენსაცია საკუთარი ქვეყნის განადგურების სანაცვლოდ სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებისთვის მიღებული პოლიტიკაა. სპიკერის თქმით, ნიკა გვარამიამ ფაქტობრივად აღიარა, რომ ოპოზიციისა და NGO-ების წარმომადგენლები საქართველოში ომში ჩართვისკენ მიმართულ პროცესებსაც მატერიალური ბენეფიტების მიღების მოტივით ახალისებდნენ. თავადვე განაცხადა, რომ არის პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში, რომელსაც სურდათ საქართველოში ომი იმისთვის, რომ შემდეგ ფინანსურად ხელი მოეთვათ ტრილიონები შეხვდებაო უკრაინას და ჩვენ არაფერი არ შეხვდება. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიომეთ, ჩვენი სოფლები არ დაინგრა, ჩვენი ქალაქები არ დაინგრა და ჩვენი ხალხი არ დაიხოცა. ამიტომ გვეკაჩებოდნენ ომში, დემონსტრაციებს აწყობდნენ, რომ ჩვენ მებრძოლები გაგვეგზავნა უკრაინაში, ამიტომ გვითრევდნენ ომში, რომ ომის ბოლოს მილიონებზე, მილიარდებზე თუ ტრილიონებზე წვდომა ქონოდათ. ნიშნავს თუ არა გვარამიას წამოწდენა საყვედურს, რომ საქართველოს პრაგმატული პოლიტიკით ომისგან დისტანცირდა. სააკაშვილის პარტია პასუხისგან თავს იკავებს. გახარიას გუნდში კი ამბობენ, რომ ნაცმოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსანი ამ საკითხით მანიპულირებს. უკრაინის აღდგენის ნაწილთან, რომელიც არის ომის შედეგად დანგრეული მისი ინფრასტრუქტურის ნაწილი, საქართველოს რა თქმა უნდა არანაირი კავშირი არ აქვს. საქართველოს თავისი განვითარების ტრაექტორია აქვს, მადლობა ხმებს, რომ ჩვენთან ომი არ არის. ტერორისტული სახელმწიფოს დამარცხებას აუცილებლად შეძრებს უკრაინა და რაც შეეხება ტრილიონებს, ვარამია რაც ფიქრობდა დამატებით და რაც გულში რას ამბობდა არ ვიცი. მართულ გუნდში ამბობენ, რომ ყოფილი მართველი ძალის წარმომადგენლები საკუთარი განცხადებებით ახდენენ თვით ლუსტრაციას, თუ რა ღირებულებებით მართავდნენ წარსულში ქვეყანას და რა ფასეულობები აქვთ ახლა უკვე ოპოზიციაში. ამ კონტექსტში დღეს გაიხსენეს ისიც, რომ სააკაშვილის ხელისუფლების თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს ბრალი სწორედ ომის პერიოდში თავდაცვისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების მისაკუთრება შეედება. ნიკა გვარამიას განცხადება სრულად აგრძელებს იმ ნარატივს, რომელიც თუნდაც 2008 წელს მათთვის გამოყოფილი დახმარების თანხებით ისინი დიდ სარგებელს პოულობდნენ და როდესაც 2008 წლის ომი მიმდინარეობდა, თავდაცვის მინისტრი ფულს შოულობდა თავდაცვის ძალებისთვის გამოყოფილი თანხებით. კარგად ჩანს მის და მისნაირი აგენტების განვლილ გზაზე, თუ სად არის მათთვის საქართველოს მათთვის არის ყველაზე უკანასკნელ ადგილას მათი პირადი ამბიციები და უცხო დავალებების შესრულება, რომელიც ნიკა გვარამიასთვის არის მთავარი ამოსავალი წერტილი. აგვისტოს ომის დროს ნიკა გვარამია იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ანუ ხელმძღვანელობდა უწყებას, რომელსაც შეეძლო 5 დღეში დასრულებული ომის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში ებრძოლა. თუმცა სამართლებრივი დავა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო. რუსეთის წინააღმდეგ საქართველომ სწორედ ქართული ოცნების პირობებში გაიმარჯვა როგორც სტრასბურგის, ისე ჰააგის სასამართლოში. საქართველოს ხელისუფლება იმაში ზარწმუნებულია, რომ გლობალური ძალები არა გლობალური რეიტინგებით, არამედ საკუთარი ინტერესებით საზღვრან ვის რა რეზოლუცია დაუწერონ და რა პირობები დაუყენონ ქვეყნებს, რომლებიც არ მიყვებიან დირექტივებს და ცდილობენ კონდეთ საკუთარი სუვერენული კურსი. ამის მაგალითი ეუთოს ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს 2 წლის შემდეგ აფასებს და თან ისე რომ აცდენილია საკუთარი ეუთო ოდირის დასკვნას. თბილისში ეს თემა უკვე რამდენიმე დღეა განხილვის თემაა. ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ორგანიზაციის რეზოლუციაზე ისიც მეტყველებს, რომ ტექსტი ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერაა დაწერილი.
რეზოლუცია კარგი მაგალითია იმის თუ რას ნიშნავს პოლიტიკური იარაღად ქცევა საერთაშორისო ორგანიზაციების. პარლამენტის სპიკერი დარწმუნებულია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ოლიგარქიული გავლენის ჯგუფებმა პოლიტიკური შურისძიების იარაღად გამოიყენეს. საუბარია ჰააგის დოკუმენტზე, რომელიც ჯო უილსონის ინიციატივით მომზადებულ დოკუმენტზე დაყრდნობით შედგა და საქართველოს წინააღმდეგ კრიტიკულ დებულებებს შეიცავს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ტექსტი დაცლილია სამართლებრივი არგუმენტებისგან და მიზნად მხოლოდ საქართველოს საერთაშორისო იმიჯის დაზიანებას ისახავს. დღეს ფაქტობრივად საერთაშორისო ორგანიზაციას ყველას დაკარგული აქვს თავის ფუნქცია და არიან რაღაც დანამატები, სადაც ხდება სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან პოლიტიკური ბოღმის აღმონთხევა და თავისმოხევა საკუთარი შიდა პოლიტიკური დისკურსის. რაც შეეხება თავად რეზოლუციას, კიდევ ერთხელ რეზოლუციით ეუთომ გააყალბა თავისივე დასკვნა. ერთი წერია საარჩევნო დასკვნაში, მეორე წერია რეზოლუციაში. ეუთო საპარლამენტო ასამბლეის ამ დასკვნით კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ ჯო უილსონის დონეზე არის დასული. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საკუთარი სადამკვირვებლო მისიის მიერ 2024 წელს საქართველოს არჩევნებზე დაწერილი დასკვნის უგულებელყოფაში დაადანაშაულეს დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა. კანონმდებლები ორგანიზაციას მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებული მოსკოვის მექანიზმით შემუშავებული ტექსტის გამოყენების გამო აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციით ეუთო საკუთარ საერთაშორისო ავტორიტეტს დიდ დარტყმას აყენებს. სამწუხაროა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა შეუერთდა Deep State-ის მართულ იმ ერთობლივ კამპანიას, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით სრულ დეზინფორმაციას და სიცრუეს ავრცელებს. ამ შემთხვევაში ამ რეზოლუციაში ვხედავთ იმ სიცრუეს და ტყუილებს, რომელიც არაერთ სხვა რეზოლუციაში გამოჩნდა. ჯო უილსონი, რომელიც სამარცხვინო ადამიანი არის პირდაპირ ყოველთვის თავის სახელი დავარქვათ, მისი ტექსტით მომზადებული რეზოლუცია, რომელიც აბსოლუტურად არანაირ ფაქტობრივ მოცემულობას არ ეფუძნება, ეს რეზოლუცია მიიღეს. და ამით ჩვენ გუნდს ვერაფერს ვერ დაგვაკლებენ. ვერც საქართველოს და ვერც ჩვენ ხალხს ვერაფერს ვერ დააკლებენ, ისევ აკლებენ თავიანთ თავს. მოსკოვის მექანიზმის დასკვნას და მის საფუძველზე შემუშავებულ რეზოლუციას კრიტიკული კითხვების გარეშე იზიარებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები დასკვნის ავტორის აღიარებას ტექსტის არასრულფასოვნებასთან დაკავშირებით პრობლემად არ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ რეზოლუცია სამართლებრივად გამართულია. რეზოლუციაში აღწერილი არის ფაქტობრივი მდგომარეობა. არც ერთი რეზოლუცია არ არის წმინდა წერილი. ყოველთვის შეიძლება რეზოლუციის რაღაცა ნაწილის გაკრიტიკება, რაღაცა შეიძლება დაგაკლდეთ, მაგრამ პათოსი, რასაც ეს რეზოლუცია გამოხატავს, არის რეალობის გამომხატველი, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს. ოპონენტებს და მათ ლობისტებს საქართველოს წინააღმდეგ ღია მოქმედებაში ადანაშაულებს მართველი გუნდი. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ერთდროს მაღალი რეპუტაციის მქონე ეუთო დღეს ევროპაში მოქმედი ეგრეთ წოდებული კორპორაციების გავლენის ქვეშაა. საქართველოს ხელისუფლება კი მათ მიმართ დაუმორჩილებლობისა და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების გამო ისჯება. ქართულ ხალხზე ხდება თავდასხმა ერთადერთი მიზეზის გამო მათ არ მოწონთ საქართველოს ქართველი ხალხის გადაწყვეტილება იმ ხელისუფლების არჩევისა, რომელმაც არაა ომში, არა ეკონომიკურ ნგრევაში, არამედ მშვიდობის, ეკონომიკური წინსვლის გზით ატარა და ატარებს ჩვენს ქვეყანას. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ჰააგის დოკუმენტი 39 დელეგატიანი მხარდაჭერით გასულ კვირას მიიღო. დოკუმენტის კენჭისყრამ ქართული დელეგაციის პროტესტისა და დარბაზის დატოვების ფონზე ჩაიარა. ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი კი თანამდებობას ემშვიდობება და პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ დღეს თავად განაცხადა თემთა პალატაში. სტარმერის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ლეიბორისტული პარტიის მარცხი ადგილობრივ არჩევნებში და დიდი დაპირისპირება მართულ პარტიაში. სტარმერის განცხადება სოციალურ ქსელში უკვე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სტარმერი არის ადამიანი, რომელმაც ორი ქვეყნის ურთიერთობის ისტორიაში პირველმა გადადგა საქართველოს წინააღმდეგ მტრული ნაბიჯები. საქართველოს ხელისუფლება ადგილზეა, სტარმერი კი პოლიტიკიდან მიდის, წერს პაპუაშვილი. ნიშანდობლივია, რომ ადამიანი, რომელმაც საქართველოს დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების ისტორიაში პირველმა გადადგა საქართველოს მიმართ აშკარად მტრული ნაბიჯები, არა მხოლოდ თანამდებობას ტოვებს, არამედ პოლიტიკიდანაც მიდის. ფინანსური სანქციების პოლიტიკური იარაღად გამოყენებით მან ჯერ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მოშლა, შემდეგ კი დამოუკიდებელი ქართული მედიის ფინანსური განადგურება და დახურვა სცადა. თუმცა განგებამ სხვაგვარად ინება. საქართველოს ხელისუფლება ადგილზეა, ქართული მედიაც მაუწყებლობს. თავად სტარმერი კი პოლიტიკიდან მიდის.
რატომ იქცა გასართობი გადაცემების საფარქვეში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცინვა და დისკრიმინაცია ნორმად, განსაკუთრებით კი იმ პირების გამის ხელისუფლების მისამართით ოპოზიციურადაა განწყობილი. ამჯერად YouTube არხზე ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმამ სანდრო ცხადაძემ გააკეთა მსგავსი განცხადება და ირონიით ისაუბრა დეპუტატ რატი იონათამიშვილის შეზღუდულ შესაძლებლობებზე, რომელიც იძულებულია ეთლით ისარგებლოს მათ შორის პარლამენტში. შიშმო პირის დისკრიმინაციასა და შეურაცხყოფას უკვე გამოეხმაურნენ უფლებადამცველები. შეურაცხმყოფელი დამცინავი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციული განცხადება ჯგუფური ძალადობისთვის გასამართლებული და ქართული მართლმსაჯულების მიერ დამნაშავედ ცნობილი ონისე ცხადაძის ძმამ ერთ-ერთ YouTube გადაცემაში გააკეთა. სანდრო ცხადაძის ირონიული და დამამცირებელი რეპლიკის ადრესატი პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი იყო. თანაბარი ჯგუფი იყო. აბსოლუტურად თანაბარი ჯგუფი იყო. იმათ მხრიდან რატი იონათამიშვილი იყო ჩართული ჯგუფში. ამათ მხრიდან არავინ. რატის რაღაც მომენტში ხელი კრეს, კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანების მიმართ დისკრიმინაციული ხუმრობა ტენდენციად იქცა. ამას ამბობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებადამცველი. თინათინ რევაზაშვილის თქმით, შეურაცხმყოფელი განცხადებების ავტორები მათ მიერ გაკეთებულ ღირსების შემლახველ რეპლიკებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით ამართლებენ. ამ ბოლო პერიოდში ხშირად ხვდებით საზოგადოებაში, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების დაცინვითა და დისკრიმინაციული დამოკიდებულით მოხსენიება რაღაცა ინიღბება აზრის გამოხატვის თავისუფლების სახელით. მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი ტრიბუნიდან ან ეთერებიდან ხდება მსგავსი წინადადებებითა და მსგავსი დამამცირებელი ტონით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მოხსენიება, ეს კიდევ უფრო მეტად აღრმავებს იმ სტიგმას, რაც არის დღესაც საზოგადოებაში და რასაც ძალიან ბევრი წელია ვებრძვით. ოპოზიციის მხარდამჭერ აქტივისტს შეურაცხმყოფელი ხუმრობა დღეს თავად ოპოზიციის წევრებმაც დაუწუნეს, თუმცა მისი გამართლება მაინც სცადეს. კორექტული განმარტება იყო ამ ადამიანების მხრიდან, იმიტომ რომ არ შეიძლება შიშმო პირების მიმართ ასეთი ტიპის განცხადებების კეთება, მაგრამ დისკრიმინაცია არ მგონია რომ ამ განცხადების მიზანი ყოფილიყო. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იმ ღირებულებების მქონე ადამიანების მხრიდან, რომლებიც პარლამენტის შენობას წვავდნენ, ძალადობაში მონაწილეობდნენ და ამ პროცესში სკოლის მოსწავლეების ჩართვასაც ცდილობდნენ, გასაკვირი არაფერი არ არის. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ დისკრიმინაციული კომენტარების ავტორები არა ადრესატებს, არამედ საკუთარ თავს აკნინებენ. ვიცით, ვინც არის ორივე ძმები, ვიცით, ვინც არის, რა ღირებულებებიც აქვს, მისი ძმა იყო, ბავშვებსო შეუვარდა სკოლაში, არით გამოყავდა აი იმაში მონაწილეობის მისაღებად, რაც შემდეგ დადგეს პარლამენტს წვავდნენ. ისინი არიან სახე იმ დაჯგუფებისა, რომელიც დღეს ევროპელობას იბრალებს და რაც თავარია, რომელსაც ისევ ქალბატონი ჩერგოლეიშვილის შედარება რომ მოვიშველიო, რომელსაც ესე იზელს თავად ევროკავშირი. ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდიოდნენ, სახელმწიფოში კონსტიტუციური წყობის, მშვიდობის და არჩევნების წინააღმდეგ, ეხლა ეს ხელმოწარული ადამიანები და მათი მხარდამჭერები ცდილობენ, რომ რამენაირად შეურაცხყოფელი განცხადებებით, ასე ვთქვათ, დაუბრუნონ ერთგვარი, რო იტყვიან, სამაგიერო იმ ადამიანებს, ვინც კანონის და ვინც მშვიდობის მხარეს დგას. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებამდე კი დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ხუმრობის ადრესატები ონკოპაციენტებიც გახდნენ. რამდენიმე კვირის წინ YouTube არხ ოქტოპუსზე სკეტჩი გავიდა, რომელშიც იუმორისტები ქიმიოთერაპიის გვერდით ეფექტებს აშარჟებდნენ. თბილისი, ქუთაისი და ბათუმის იძულვილისენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. საერთო სასამართლოებმა დღეს სამართალდამორღვევთა ნაწილს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, ნაწილს კი ფულადი ჯარიმა დააკისრა. პარლამენტის წევრების მიმართ სოციალურ ქსელებში იძულვილისენის გამოყენებისთვის 1500 და 4000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ორ მოქალაქეს ამასთან სასამართლო სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა მათ მიმართ, ვინც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი აღიარა და მოინანია. მათ შორის იყო სოციალური ქსელის მომხმარებელი, რომელმაც მომღერალ ნუცა ბუზალაძის საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის გამოსხდომაზე ბოდიშიც მოიხადა. აღიარებინანია, რა თქმა უნდა, გასაგებია, რაც გავაკეთე, იმას ხო ვეღარ გავექცევი, იმას ხო ვერ შევცვლი, არა, რა თქმა უნდა, იმას ვერ გავექცევი. ფაქტი, აბა, მაგას აზრი არ გონდა, ახლა არ აღიარებას.
რა თქმა უნდა. სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირის სიტყვის შეურაცხყოფის ფაქტზე სამართალდაღობის საქმე შედგა მალხაზ ვაჟაპურის მიმართ პიროვნებამ აღიარა ცნო სამართალდაღობის საქმე და სასამართლო სადგენლებით დაჯამდა 1500 ლარის ოდენობით. კი ბატონო, კლება შეინიშნება მაღალშეურის შეურაცხყოფელი კომენტარების. შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის წინამდე ბრძოლის სამმართველო აგრძელებს მუშაობას, სისტემატურად ხდება პროაქტიულად მუშაობს და ვლინდება სამართალდაღობები, დგება შესაბამისი სამართალდაღობის საქმეები და იგზავნება განშედობის წესების წესით სასამართლოებში. თელავის სტიქიის ეპიცენტრში მუნიციპალური სამსახურების შემდეგ მუშაობა ექსპერტებმა დაიწყეს. ახლა სწორედ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზეა დამოკიდებული, როდის აღდგება სამანქანო მოძრაობა და როდის გაიხსნება თელავში ვარდაშვილის ქუჩაზე მდებარე ობიექტები. მძიმე ტექნიკა რჩება თელავის ხევის სამ ძირითად ლოკაციაზე, სადაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სათავე ნაგებობის მიმართულებით, ასევე შენდება ნაპირდამცავი რამდენიმე სოფლისთვის. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვნენ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებიც, რომელთა ამოცანამ მდინარის კალაპოტთან სანიტარული ჭრების განხორციელება და ხევიდან დიდი რაოდენობით ხეების ამოტანა, რათა მდინარემ ისევ დაგუბება არ დაიწყოს. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში არსებულ სამელიორაციო არხებშიც, ასევე იწმინდება თელავის კომერციული ობიექტები და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფები. ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია ჩვენი ძალებით და უფროსების დახმარებით. მეოთხე დღეა თელავში მომხდარმა სტიქიამ ადგილობრივები, სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული მოხალისეები და სახელმწიფო სტრუქტურები გააერთიანა. ყველა ერთად უწყვეტ რეჟიმში გაწმენდით სამუშაოებშია ჩართული. გუშინაც იყვნენ აქ მოხალისეები. დღესაც ვაპირებთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ. მეოთხე დღეა აქ ესე ვთქვათ, მიმდინარეობს სამუშაოები. მიმაჩნია ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია. ეს იყო საშინელება. დღესაც ახვეტავენ და ასუფთავენ სულ მუშაობენ. სტიქიის ზონაში ცოცხალ ძალასთან ერთად 24 საათის განმავლობაში მუშაობს მძიმე ტექნიკაც. სალიკვიდაციო სამუშაოები თელავში სამ ძირითად ლოკაციაზე გრძელდება. მიმდინარეობს ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები. კალაპოტი თითქმის მოწესრიგებულია, სადაც ამოსაღები იყო ის სამუშაოები გრძელდება ისევ, თუმცა ძირითადი სამუშაოები თითქმის დასრულებულია. რაც შეეხება თვითონ კალაპოტის სათავეს, იქაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მოწესრიგება მიდის კალაპოტის. მოძრაობა აკრძალული რჩება თელავში, ვარდაშვილის ქუჩაზე, სადაც დღეს ექსპერტები ჩავიდნენ და არსებული ვითარება შეისწავლეს. სწორედ ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული, როდის გაიხსნება იქ მდებარე ობიექტები. გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც. მოვლენების ეპიცენტრიდან ძირითადი მასა, ნატანი მასა უკვე გატანილია, სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს თელავის ხევის გაწმენდითი სამუშაოები, სათავე ნაგებობის მიმართულებით და სოფელი გულგულა ვარდისუბნის მიმდებარე კეთდება ნაპირდამცავი გაბიონი, იმისათვის რომ 2 კილომეტრიან კრიტიკულ მონაკვეთზე აღარ შეუქმნას საფრთხე პირველ რიგში იქ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, სტიქიის დროს ყველა პრევენციულმა მექანიზმმა გამართულად იმუშავა. პარლამენტის თავმჯდომარე თელავში არსებულ ვითარებას სტიქიის პირველივე დღეს ადგილზე გაეცნო. სტიქიის დროს გამართულად იმუშავა ყველა პრევენციულმა მექანიზმმა. იცით რომ თელავის ხევის კალაპოტში არის მოწყობილი სპეციალური სამი კასკადი, რომელმაც თავარი დარტყმა აიღო თავის თავზე. ის რომ ხეები და მორები არ გამოვიდა ქალაქამდე, სწორედ ამ დამცავი მექანიზმების დამსახურება არის. ის რომ ღორღის უმეტესი ნაწილი გააჩერა, მისი დამსახურება არის. რა თქმა უნდა, თვითონ მასშტაბი იმხელა იყო, რომ ერთ დღეში, ერთ რამდენიმე საათში ჩამოვიდა თითქმის ერთი თვის ნორმა ნალექისა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ქალაქშიც გადმოვიდა ღვარცოფი, თუმცა ამ ხრივაც დაზიანებას, მთავარ დაზიანებას რაც შეიძლება მოყოლოდა პრევენციული მექანიზმების გარეშე, ქალაქი აცდა. სტიქია კახეთში 12 ივლისს მოხდა. უხვი ნალექის შედეგად თელავის ხევი ადიდდა, კალაპოტიდან გადავიდა და ქალაქში ქუჩების ნაწილი დატბორა. სტიქიის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურაც. თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო. ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის ბორტი 300 მგზავრი დედაქალაქის აეროპორტში 2 საათის წინ დაეშვა. ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და წამყვანი ავიაკომპანია თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირ ფრენებს კვირაში 3-ჯერ 4 შაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს. ეს მესამე უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ რეგულარულ ფრენებს შეასრულებს. საქართველოს ავიაბაზარზე უკვე წარმატებით ოპერირებს ჩინეთის კიდევ 2 უმსხვილესი ავიაკომპანია, რომლებიც
რეგულარულ რეისებს თბილისსა და ურუმჩის შორის ასრულებენ. დღევანდელი რეისის წარმატებით შესრულება ჩინეთსა და კავკასიის რეგიონს შორის ახალი მაღალხარისხიანი ფრენების უზრუნველყოფის საშუალებას იძლევა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ტურიზმის, ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობისთვის უფრო კომფორტულ პლატფორმას შექმნის. ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მუდმივად ღრმავდება. შანხაისა და თბილისის შორის გახსნილი ავიარეისები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. შანხაი არის ჩინეთის ეკონომიკის და ბიზნესის ცენტრი, ასევე მსოფლიო ბიზნეს ჰაბი. საქართველოს კი ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის მხრივ მნიშვნელოვანი როლი აკისრია. დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას და თითოეულ პარტნიორს მხარდაჭერისთვის. ძალიან ბევრი წლის საერთო შრომა მასე ვიტყოდი, ნაყოფიერი და ხელშესახების შედეგი გამოიღო. ეს არის ნამდვილად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დემონსტრირება თუ რას ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობა, როგორ ითარგმნება სტრატეგიული პარტნიორობა ეკონომიკურ აქტივობაში, როგორ ითარგმნება ტურიზმში, როგორ ითარგმნება პირდაპირ ფრენებში და ეს ყველაფერი როგორ აძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ პარტნიორ ავიაკომპანიასთან მჭიდრო თანამშრომლობით დაწყებული კვირაში 3 სიხშირე ძალიან მალე გახდება ყოველდღიური და დარწმუნებული ვარ, რომ ყოველდღიურიც ძალიან მალე გახდება დღეში 2 და დღეში 3 სიხშირის. ჩვენ განვაგრძობთ ვიყოთ დასაყრდენი პარტნიორები. საქართველოს პრეზიდენტი დოჰაში კატარის სახელმწიფო ემირს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილმა მას პირადად მიუსამძიმრა ყოფილი ემირის გარდაცვალება. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კატარს შორის არსებული პარტნიორობა და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებიც განიხილეს. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კატარის სახელმწიფოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დიპლომატიური დიალოგის მნიშვნელობას, მათ შორის კატარის პოზიტიურ როლს საერთაშორისო მედიაციის მიმართულებით. საქართველოს დღეს ფლაქერნობას აღნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის დადების დღესასწაულს, რომელიც 15 ივლისს აღნიშნება. ამ დღეს ზუგდიდში ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან გადააბრძანებენ ხოლმე ლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში, სადაც აღესრულება სადღესასწაულო ღვთისმსახურება და მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა პატივი მიაგონ მას. რელიგიურ დღესასწაულზე ზუგდიდში ჩავიდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე და ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა. ტრადიცია წელსაც გრძელდება. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის კურთხევით 1990 წელს დაწესებული ვლაქერნობა ზუგდიდში წელსაც ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. დღესასწაულთან დაკავშირებით დადიანების სასახლიდან სპეციალურ ლუსკუმაში ჩაბრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსელი დილით ადრე გამოაბრძანეს. განსაკუთრებულად ეს აღინიშნება საქართველოში მის წილქროდ ქვეყანაში და მალიერები ვარ ჩვენ დედა ღვთისმშობლისა, რომ ეს დიდი სიწმინდე იმყოფება ზუგდიდში, საქართველოში და გვაქვს შესაძლებლობა თვითონ ჩვენთან განს რომ მოვილოცოთ ეს უდიდესი მსოფლიო მნიშვნელობის სიწმინდე, რომელსაც ღვთისმშობელი ატარებდა. ყოველი წლის 15 ივლისს ვლაქერნობის დღესასწაული ამ ფორმით აღინიშნება. საზეიმო მსვლელობის თანხლებით ღვთისმშობლის წმინდა სამოსელი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში გადააქვთ, სადაც სადღესასწაულო ლიტურგია იმართება. მომლოცველებისთვის წელს განსაკუთრებული ვლაქერნობა იყო, რადგან საკათედრო ტაძარში პატრიარქის რანგში შიო მესამემ პირველი ღვთისმსახურება ჩაატარა. დიდი წყალობაა ღვთისა, რომ ქრისტიანული ეკლესიის ორი უდიდესი სიწმინდე, კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი საქართველოშია დავანებული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსლის პატიოსანი კვართის დღესასწაული ალბათ ძვირფასო ძმებო და დებო გვაფიქრებს ჩვენ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეზე, ჩვენ სულიერ ცხოვრებაზე. თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენ სულიერ შესამოსელზე. მაგრამ სამწუხაროდ ცხოვრების განმავლობაში ჩვენ აი ამ სპექტაკლ შესამოსელს ვაბიძურებთ ჩვენი ცოდვებით, ჩვენი ვნებებით, მცირედ მორწმუნეობით, სულმოკლეობით და ასე შემდეგ. აი დღევანდელი დღე მოგვიწოდებს ჩვენ რომ დავფიქრდეთ ამაზე და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, რომ შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ჩვენი ცოდვების
ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ზუგდიდში შეკრებილი მრევლთან ერთად სადღესასწაულო ლიტურგიას პარლამენტის თავმჯდომარე და ქართული ოცნების დეპუტატების დაესწრნენ. ითქვა, რომ საქართველოს ქრისტიანულ სამყაროში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რადგან აქ ორი უდიდესი რელიკვია, მაცხოვრის და ღვთისმშობლის კვართები ინახება. ის რაც ჩვენმა სარწმუნოებამ წინაპრებმა საუკუნეების განმავლობაში გადმოგვცეს ჩვენ რწმენასთან ერთად ის ღირებულებები, რომელიც ამ რწმენაში არის წმენიდან არის წარმოშობილი და რომელიც დღეს არის ცივილიზაციის საფუძველი, ევროპული ცივილიზაციის საფუძველი, ამ ღირებულებების გაფრთხილება და ამ ღირებულებების სადარაჯოზე ყოფნა არის ჩვენი უპირველესი მოვალეობა. იქამდე ვიდრე კვართი დადიანების ისტორიული მუზეუმის საცავს დაუბრუნდება, მორწმუნეებს მთელი დღის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა ტაძარში დაბრძანებული სიწმინდე მოელოცათ. ერთმანეთის სიყვარულით, კარგად ყოფნით, გამარჯვებებით, წარმატებებით, შეშანიშნავი ურთიერთობებით, ერთმანეთის სიყვარულით დიდით ყოფილიყოს მომავალი. ყოველ წელს ხვდებით აქ დიდი სიხარულით, სრულიად საქართველოს და ყველა ქრისტიანს ულოცავ ამ დღესასწაულს ფარავდეს ღვთისმშობლის კალთა. ვლაქერნობის დღესასწაული კონსტანტინოპოლის, დღევანდელი სტამბოლის, ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში ღვთისმშობლის სამოსლის დაბრძანებას უკავშირდება.